კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საკითხზე საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ. გვერდდება დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ქალბატონო ნინო, მოგესალმებით, მადლობა რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. საღამოშვიდობისა. ქალბატონო ნინო, თავდაპირველად მინდა გკითხოთ სარჩელზე, რომელიც დიმიტრი ლორთქიფანიძემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ შეიტანა. ვიცით რომ ლორთქიფანიძე კობახიძეს კონსტიტუციის უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს. მიიღო თუ არა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში და საინტერესოა როგორია მოლოდინები. სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი. დიმიტრი ლორთქიფანიძე ნამდვილად აპროტესტებს იმას, რომ შელახული იქნა მისი უფლება ირაკლი კობახიძის მიერ გამოცემული ბრძანებით და შელახული იქნა ზოგადად საქართველოს მოქალაქეების უფლება, იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შეცვალა მას შემდეგ, რაც უკვე დამტკიცებული იყო კომისიის შემადგენლობა, ხელოვნურად კომისიის შემადგენლობა იმისათვის, რომ ქვორუმი დაეწია და მიეღოთ ის გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებებიც აწყობდა უმრავლესობას. ეს იყო უპრეცედენტო ფაქტი, ეს დაახლოებით იგივეა, რომ პარლამენტის რაოდენობა შეამცირო იმისათვის, რომ შენთვის სასარგებლო ქვორუმი მიიღო, ამით რა თქმა უნდა დაირღვა ოპოზიციის უფლებები, მაგრამ ამით კონსტიტუციას კიდევ უფრო მეტი ჩრდილი მიადგა და კონსტიტუციის ლეგიტიმურობა კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნის ქვეშ გასაგებია. კონსტიტუციურ ცვლილებებზე გადავინაცვლოთ უშუალოდ მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხი. ხელისუფლება უკვე მზაობას გამოთქვამს, რომ კონსტიტუციაში მსგავსი სახის აკრძალვა ჩაიწეროს, თუმცა ორგანული კანონით დარეგულირდება. ის არის, რასაც თქვენ ითხოვდით, თუ ორგანულ კანონში ჩანაწერით შესაძლოა იყოს პრობლემა. მე გამეღიმა, როდესაც თქვენს გადაცემაში ვნახე კომენტარები, სადაც ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არ არის ოპოზიციის ინიციატივა, ეს ჩვენი ინიციატივაო, ეს უბრალოდ ტყუილია, იმიტომ რომ ინიციატივა ეკუთვნის ჩვენს პარტიას, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჩვენი პარტიის სახელით ერთადერთმა დააყენა ეს საკითხი საკონსტიტუციო ცვლილების ფორმულირებით, რომ კონსტიტუციაში ეს ცვლილება შესულიყო, მაგრამ ნუ კი ბატონო, იძახოს ხელისუფლებამ, რომ ეს მისი ინიციატივაც არის, ოღონდ ეს შეიტანონ ისე, როგორც ჩვენ ამას ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ ამას იმ ფორმულირებით, რომელიც წარმოადგინეთ კერძოდ, რომ სწორედ რომ კონსტიტუციაში აიგრძალოს მიწების უცხოელებზე გაყიდვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებდა და აკეთებს ხელისუფლება, რომ ორგანული კანონით დარეგულირდება აღნიშნული საკითხი და დაწესდება გამონაკლისების წესი, ანუ ვითომ კი აიგრძალება, მაგრამ ამავდროულად გამონაკლისი იქნება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ ეს იქნება საზოგადოების მოტყუება და რეალურად ეს არაფერს არ შეცვლის. ჯერ ერთი ორგანულ კანონს კი არა, კონსტიტუციას ირგებენ ისე, როგორც თავად მოეხასიათებათ, ჭრიან და კერავენ. ორგანულ კანონში ცვლილებას გაცილებით უფრო ადვილად განახორციელებს ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობა. რაც შეეხება გამონაკლისების დაწესებას, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ქვეყანაში არსებული პრაქტიკით, რომ როდესაც რაიმე წესიდან გამონაკლისი დგინდება, სწორედ ეს გამონაკლისი ხდება ხოლმე შემდეგ ყველაზე უფრო ფართოდ გამოყენებადი წესი. ანუ თუ უმრავლესობა მიიღებს ამას იმ ფორმულირებით, რომ ორგანულ კანონში ჩაიწეროს ძირითადი აკრძალვა, მაგრამ რაღაცა გამონაკლისების დაწესება, ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც აქამდე იყიდებოდა ქართული მიწები, ისე გაიყიდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კვლავ ვერ გავაკონტროლებთ ვითარებას. მე გეტყვით, რომ ჩვენმა პარტიამ დაახლოებით თვენახევრის წინ მიმართა ოფიციალური წერილით იუსტიციის სამინისტროს, რისი უფლებაც ჰქონდა კანონით და გვაქვს და მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია ქართული მიწების გაყიდვის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი ყველა, ასე ვთქვათ, ვადა გასულია, იუსტიციის სამინისტრო ჩვენ პასუხს არ გვაძლევს. რატომ? იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა მიწების გაყიდვა, განსაკუთრებით არაბული სამყაროდან ჩამოსულ მიგრანტებზე. მიგრაციის წესი და ის, რომ საქართველოში მიგრაცია ადამიანების საერთოდ არ არის დარეგულირებული და ჩვენ არ ვიცით, ვინ მოდის ჩვენს ქვეყანაში, ვინ რჩება, ვინ ყიდულობს მიწას, ვინ აპირებს დასახლებას, ეს ცალკე თემა არის, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, დიახ, მიწის გაყიდვის ტენდენცია ძალიან ესე ვთქვათ, მზარდია საქართველოში, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის ძალიან დიდი საფრთხე, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აიკრძალოს მიწების გაყიდვა. თუ უმრავლესობა დათანხმდება და კონსტიტუციაში ამ ცვლილებას შეიტანს, ეს იქნება ჩვენი პარტიის ძალიან დიდი გამარჯვება, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს იქნება ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ძალიან დიდი გამარჯვება. გასაგებია, ესე იგი მოცემულ ფორმულირებას არ ემხრობით. ასევე საინტერესოა, როგორია თქვენი მოსაზრება კონსტიტუციის 94 მუხლთან დაკავშირებით, საზოგადოების ერთი ნაწილი მუხლის გაუქმებას, მეორე კი შენარჩუნებას ითხოვს. როგორია თქვენი პოზიცია?
ზოგადად თუ ადამიანებს მდგომარეობა გაუარესდებათ ამ შემთხვევაში გადასახადებთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას აზრი უნდა კითხო. თუ საზოგადოების დღევანდელ რეალობას აუმჯობესებ და უკეთეს ვითარებას ქმნი, ანუ გადასახადებს ამცირებ, ასეთ შემთხვევაში შეგიძლია საზოგადოებას აზრი არ კითხო. მაგრამ იცით რაშია საქმე? ჩვენ რეალურად ვიღებთ ახლა კონსტიტუციურ ცვლილებებს, სადაც არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, რა არის ჩაწერილი, რა არ არის ჩაწერილი. ჩვენ სამწუხაროდ ქვეყანაში მივიღეთ ის რეალობა, რომ რეალურად მნიშვნელობა არ აქვს კანონში რა ეწერება, იმიტომ რომ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად არაფორმალური მმართველობა, ქვეყანაში ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც სადღაც ჩუში სასახლეში ზის ერთი ადამიანი, მის ნებას სურვილზე და მის გუნება განწყობაზე ხდება კონსტიტუციის შეცვლა, პრეზიდენტის მოწონება, არ მოწონება, არჩევნების შემდეგ ამა თუ იმ პარტიის პარლამენტში შეყვანა და არ შეყვანა. ასე რომ პრინციპული მნიშვნელობა თუ ეს ვითარება არ შეიცვალა, რა ეწერება ამა თუ იმ კანონში აღარ აქვს, იმიტომ რომ იცით რა, კანონი არ კანონობს საერთოდ. კანონი პრაქტიკულად იწერება მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, ვინც არიან დაუცველები. კანონი არ იწერება იმ ადამიანებისათვის, ვინც ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, დაახლოებულ წრეს წარმოადგენს და ეს ჩანს თუნდაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. ესე რომ ვითარება ძალიან საგანგაშო გახლავთ და მე ძალიან მწუხვა, რომ ჩვენ რეალურად ქვეყანაში მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც ამას დემოკრატიას ნამდვილად ვერ დაარქმევ. ხა კანონში კარგი მუხლების ჩაწერა ეს ძალიან ბევრ სახელმწიფოში გვინახავს. ჩვენ მათ შორის სხვათა შორის საბჭოთა კავშირშიც, როდესაც კანონში ძალიან ბევრი კარგი რამე წერა, მაგრამ ეს კანონი ყველასთვის არ იყო დაწერილი და ეს კანონი არ სრულდებოდა. დღეს საქართველოშიც დაახლოებით იგივე ვითარება არის, რასაც აუცილებლად და სასწრაფო ცვლილება სჭირდება, თუ გვინდა რომ ქვეყანა ნორმალურად განვითარდეს. ქალბატონ ნინო, კონსტიტუციური ცვლილებების საერთო სახალხო განხილვები მიმდინარეობს აქტიურად, ასევე ველით ვენეციის კომისიის დასკვნასაც. თქვენი გადმოსახედიდან რა საკითხებზე შეიძლება კონდეს შენიშვნები უცხოელ სპეციალისტებს? იცით, რაც შეეხება საყოველთაო განხილვებს, ძალიან სასაცილოა, ხო? საყოველთაო განხილვები მიმდინარეობდა, გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, ხოლო მას შემდეგ, რაც კრახი განიცადა საპარლამენტო უმრავლესობამ და პარლამენტის ხელმძღვანელობამ მთლიანად პრაქტიკულად ფილარმონიაში განხილვის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პირდაპირი ტრანსლირება არ მოხდება. ესე ძალიან ნათლად აჩვენებს, როგორი უსუსურია ჩვენი ხელისუფლება, როგორი უსუსურია საპარლამენტო უმრავლესობა, რომელმაც ელემენტარულად ვერ შეძლო, რომ 2000 კაციანი დარბაზი ემართა და 2000 კაციან დარბაზში ისეთი, ესე ვთქვათ, დიალოგი წარემართა, რომ ეს შეხვედრა არ დამთავრებულიყო ჩაშლით. მაშინ, როდესაც ნამდვილად არწმუნებული ვარ, რომ სწორი წარმართვის შემთხვევაში ნამდვილად შეიძლებოდა თუნდაც ამ ცხარე კამათის ნორმალურ კალაპოტში გადატანა და იგივე ახალგაზრდებთან სრულიად სხვა ტიპის დისკუსიის წარმართვა. ასე რომ ეს საყოველთაო განხილვები არის, რა თქმა უნდა, ფარსი, იმიტომ რომ არც ერთ წინადადებას ხელისუფლება და სახელისუფლებო უმრავლესობა არ ითვალისწინებს. მთელი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის განმავლობაში არც ერთი წინადადება, რომელიც ჩემმა თანაპარტიელებმა დააყენეს, მათ შორის საპრეზიდენტო მოდელთან დაკავშირებით, ძალაუფლების გადანაწილებასთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მიწა თავისთავად, ხო, ერთ-ერთი უმთავრესი იყო ჩვენი მოთხოვნიდან, არც ერთი ეს საკითხი გათვალისწინებული არ იქნა. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, იცით, მე მოვისმინე ვენეციის კომისიის ერთ-ერთი ექსპერტის აზრი დღეს სწორედ და ძალიან კარგად ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს ვენეციის კომისიაში, მათ შორის ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ბუგიკიოს. დღეს ექსპერტმა განაცხადა ესეთი რამ, რომ კონსტიტუცია არის როგორც მცენარე, რომელიც უნდა იზრდებოდეს, ფესვი უნდა გაიდგას საკუთარ ქვეყანაში და იზრდებოდეს ამ ქვეყანაშიო. ამიტომ კონსტიტუციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გარემოში ვქმნით, იმიტომ რომ ერთ ქვეყანაში ის მოდელი, რომელსაც ჩვენ კონსტიტუციაში გვთავაზობენ, შეიძლება იყოს აბსოლუტურად მისაღები, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს მისაღები ვერ იქნება. ტექნიკური დეტალებით შეიძლება ვენეციის კომისიისათვის მისაღები იყოს ის ცვლილებები, რომელსაც ანხორციელებს დღეს საპარლამენტო უმრავლესობა, მაგრამ ქვეყანაში, სადაც არის არაფორმალური მმართველობა, სადაც ერთი მდიდარი კაცის ხელშია, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, მნიშვნელოვანწილად მედია რესურსები და ეხლა მის ხელში გადადის საპრეზიდენტო რესპუბლიკაც, ეს არ შეიძლება
მისაღები იყოს და სწორედ აი ამ ნიადაგზე, რომელიც დღეს არის საქართველოში, ეს ცვლილებები არის აბსოლუტურად დამღუპველი. ეს დააქცევს ქვეყანას, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ეს კრახით დაასრულებს ქართული ოცნების მმართველობას და ამაზე დიდად არ შევწუხდებოდი, ეს რომ არ ნიშნავდეს ქვეყნისათვის ძალიან დიდ თავის ტკივილს და ძალიან დიდ პრობლემებს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნინო გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენს კითხვებს დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ქალბატონ ნინო ბურჯანაძე პასუხობდა.